ერთი არაპოპულარული შეხედულება, რაც მაქვს ანიმეებში, ანიმაციასთან დაკავშირებით, არის ის, რომ Demon Slayer-ის ანიმაცია გადაფასებულია, overrated, მაგრამ როცა ვამბობ overrated, გადაფასებული, არ გულისხმობ იმას, რომ რეალურად ცუდი ანიმაცია აქვს. პირიქით, კარგი ანიმაცია აქვს, მაგრამ არ არის იმ დონეზე, რა დონეზე ხალხს გამოყავს ხოლმე. მარტივად ვთქვათ, ეძახიან ხოლმე, რომ შედევრია და movie quality, ფილმის დონის ანიმაციაო. და ზუსტად იგივე თემის ვიდეო უკვე ადრთული მაქვს, მაგრამ ის წავშალო, იმიტომ რომ ერთი მხრივ ცუდი ვიდეო იყო და მეორე მხრივ არ ამიხსნია რაღაცეები დეტალებში და გარკვევით არ მაქვს რა თქვა მე რაღაცეები. ყველაფერთან გამომდინარე, როგორც საუბრობ და რასაც ვამბობ, მთელი ვიდეო უფრო hate-ს ყავს Demon Slayer-ისას, ვიდრე რეალურად ადმენციის ანალიზს. და ფილმის დონის ანიმაცია, ან movie quality animation, რო გავაგრძელოთ ამაზე საუბარი, გამომდინარეობს იქიდან, რომ ფილმს როცა აკეთებენ, ფილმს აქ შედარებით ნაკლები საერთო დრო. თუ მთლიანობაში მაგალითად 12 ეპიზოდიან ანიმეზე, უნდა იყოს ანიმაცია 4 საათი, ფილმის შემთხვევაში არის საათნახევარი ან 2 საათი. ბევრად უფრო ნაკლები. ამიტომ ანიმატორებს და რეჟისორსაც უფრო მეტი დრო და თავისუფლება აქვთ, რომ რაც შეიძლება უკეთესი კადრები და ანიმაცირებული სცენები გააკეთონ. და სერიალის შემთხვევაში იშვიათობა, როცა ანიმატორს მაგდენი თავისუფლება და დრო აქვთ. და შესაბამისად სერიალებში იშვიათად ნახულობ ხოლმე მაღალი ხარისხის ანიმაციას და მთლიანობაში მაღალი ხარისხის პროდუქშენს, წარმოებას ანიმესი. კი, Demon Slayer-ს აქვს ბევრად უკეთესი ანიმაცია, ვიდრე საშუალო დონის სტანდარტულ action და ასე ვთქვია, ისეკაი ანიმეს. მაგრამ საუკეთესო ანიმაცირებული შოუ არა. 10 წლეულის საუკეთესო ანიმაცირებული შოუც კი არა. რაც მოიგო ჯილდო, არ მახსოვს Crunchyroll-ის დაჯილდოება იყო თუ სხვა დაჯილდოება, სადაც მოიგო 10 წლეულის საუკეთესო ანიმაცია. მაგრამ არ არის მაგდონის ანიმაცია რეალურად. არსებობს Mopsico, არსებობს One Punch Man და არსებობს სხვა უამრავი არაჩვეულებრივი შოუ, რომც დავაიგნოროთ ფილმები. და მაგით ვამბობ, რომ რეალურად Demon Slayer-ის ანიმაცია გადაფასებულია, okay? Demon Slayer-ის ანიმაცია არის ხოლმე ეს შემთხვევა. სერიის 15 წუთი, 18 წუთი ხშირ შემთხვევაში არის მინიმალისტური მოძრაობით, მინიმალისტური ანიმაცია და still frames. Okay? და მერე ბოლო 3-5 წუთი სერიის არის საშუალო დონის ანიმაცია, კარგი საკუგა, მაგრამ არაფერი გრანდიოზული ან ერთი არაჩვეულებრივი ანიმაცირებული საკუგა სცენა. წუთნახევრიანი, 2 წუთიანი ან ნაკლები, რომელიც ხშირ შემთხვევაში არის, როგორც წესი არის ანიმაცირებული Nozumu Abe's მიერ. და შემდგომ ეს Nozumu Abe's არაჩვეულებრივი ანიმაცია გავარდება online და ხალხი დაეწყებს ხებას და ყველა ამ ერთი კონკრეტული სცენის და ერთი კონკრეტული ანიმატორის სკილების და უნარებზე დაყრდნობით ამბობს, რომ Demon Slayer-ს საუკეთესო ანიმაცია აქვს. ეგ შემთხვევა იყო Demon Slayer-ის მე-19 სერიაც, საიდანაც დაიწყო ყველაფერი და პირველად Demon Slayer-ის ანიმაცია პოპულარული გახდა. Okay? იყო Nozumu Abe's ანიმაცირებული სცენა, რომელიც თლიანობაში სიკვენსი არის მგონი 2 წუთიანი დაახლოებით. ეს ერთი სცენა, რომელიც გაკეთებული არაჩვეულებრივი დახვეწილი ქორეოგრაფით, შენ სცენის უწყვეტი კადრი, რომელიც ხშირ შემთხვევაში მოძრაობა დახატულია პერსპექტივაში და სცენები დახატულია პერსპექტივაში, okay? არაჩვეულებრივად და ეფექტურად გაკეთებული სცენა. მაგრამ დანარჩენ სერიას თუ გადახედავთ, 15 წუთს, 18 წუთს დანარჩენი სერიისას არაფერი არ არის მაგდონეზე. ანუ სტატიკური სცენები, სადაც პერსონაჟი დგას ერთ ადგილას და მინიმალისტური მოძრაობა. კი, დიზაინები კარგად არის დახატული, polished არის, off model რაღაც არ არის, ასევე კომპოზიტინგიც ძალიან კარგია. მეორე მესამე სეზონში 1000-ჯერ უკეთესი კომპოზიტინგი აქვს, ანუ ეფექტები რაც აქვს დადებული, ფერებისთვის, შუქჭდილებისთვის და რაღაცა, მსგავსი ეფექტის შესაქმნელად არაჩვეულებრივია. CGI-თან კარგად არის შეთავსებული, მაგრამ ეკა და სხვა სერიებში იგივე შემთხვევა. ერთი კარგად ანიმაცირებული სცენა. აშკარა რომ production წარმოება კარგად მიდის. არაფერი ნაჩქარევად გაკეთებული და ყველაფერი გათვლილი იყო. მაგრამ საქმეც მაგაშია, გათვლილია, რომ ერთი კარგი სცენა უნდა ქონდეს, ან ორი კარგი სცენა უნდა იყოს ყველა სერიაში და დანარჩენი სერიის 80-90% უბრალოდ მინიმალისტური მოძრაობა, still frames და რაღაცა. კარგად გამოიყურებოდა ეს ანიმაცია და იმ ერთი კარგი სცენის ხარჯზე გავიხარჯებით. ეგ მომენტია Demon Slayer-ის ანიმაცია. კიდევ ერთი სცენა რომ ავიღოთ მეორე სეზონიდან, Gyutaros და Tenkinis ბრძოლა, რომელიც ასევე გავარდა სოციალურ მედიაში არაჩვეულებრივი ანიმაციის გამო, okay? და ბევრს რო კითხოთ Demon Slayer-ის ფანს, ან სხვა ანიმე ფანს, ეს მომენტი იქნება, რომ საუკეთესო ანიმაცირებული სერია Demon Slayer-ის ან ზოგადად ერთი საუკეთესო ანიმაცირებული სერია. ისევ და ისევ ერთი კონკრეტული სცენით გამოსაუბრებენ მაგას, რომელიც ამ შემთხვევაშიც Nozumu Abe's გაკეთებულია. თუ დააკვირდებით 3-4 არა, მაგრამ რამდენიმე კადრი იცვლება ერთი მეორეში
და პრაქტიკულად პერსონაჟების მოძრაობა და ქორეოგრაფია არ არის. და ამ 60 კადრზე დადებულია ეფექტები, ანუ კომპოზიტინგი, აფეთქებებია გაკეთებული. და დანარჩენი, like მაქსიმალში ყველაფერი ფაქტობრივად არის CGI, ფონზე რაც არის. ანუ კომპოზიტინგი და 3D ფონი. ბრძოლის დანარჩენ მონაკვეთში კიდე like animation და რაღაცა არის. მაგალითად ამ ქათის სცენის დასაწყისში არის მოძრაობა პერსონაჟის. და ბოლოშიც აფეთქების სცენებია. მაგრამ ნოზუმ აბეს სხვა ანიმაციები რო ნახოთ, ოკეი? კინო დემოსლერზე და მით უმეტეს სხვა შოუებს როგორიცაა Fate, ოკეი? Fate ამის ნოზუმ აბეს საშუალო დონის ანიმაციაც კი არა. სიკვენსით და ისევე როგორც სხვა ანიმატორების მიერ გაკეთებული ამ ბრძოლაში არის არაჩვეულებრივი ანიმაცია, ოკეი? ანუ არ მინდა რომ დაუნგრეიდი გამომიწოს რომ ანიმაცია ცუდი იყო მეთქი. არა, კარგი იყო, მაგრამ ტექნიკური თვალსაზრისით ძალიან ბევრ სცენაში არის როგორც თქვა მოკლეცია გზამოჭრილი და შორტკატია გაკეთებული. ანუ ტექნიკური თვალსაზრისით არ არის იმ დონეზე გაკეთებული, რა დონეზეც ხალხს კონია, ოკეი? მოდი ასე ვთქვათ და animation power scaling-ი გავაკეთოთ, ოკეი? ვიცი ვარ ავტორი მაგას გაკეთება, მაგრამ მაინც ცოტა. ავიღოთ ეს სიკვენსი Jujutsu Kaisen-დან, რომელიც არაჩვეულებრივი ანიმაცია კიდევ უკეთესი ქორეოგრაფიით. Mahito versus Yuji, რომელიც like action scenes ხურებს გავსია, ისეთი როგორც Nozomu Abesi. Okay? ეს ანუ რო შევადაროთ ეს კონკრეტული სცენა Jujutsu Kaisen-ის სხვა ბრძოლებს. მაგალითად, Sukuna Bashi's მაჰარაგას ბრძოლიდან like Vincent Chasartis და Bahi Jade-ის ქათები, okay? ანუ ეს სცენა Jujutsu Kaisen-ისა არაფერი განსაკუთრებული არ ჩანს. მაგრამ დემონსტრირებს ამ ანიმაციაში ეს ყველა ეფექტი რომ მოვაცილოთ, okay? კომპოზიტინგი მოვაცილოთ და რაღაცა თვითონ უშუალოდ ანიმაცია, პერსონაჟის მოძრაობა, ქორეოგრაფია Jujutsu Kaisen-ის უკეთესია. ხდებით რას ვამბობ? ტექნიკური თვალსაზრისით არ არის like რაღაცა განსაკუთრებული ანიმაცია. არათუ დემონსტრირებს საუკეთესო ანიმაცირებული სერია, ან ერთ-ერთი საუკეთესო ანიმაცირებული სერია ანიმეებში. Nozomu Abes საუკეთესო ანიმაციაც კი არაა. ხდებით? კი, Nozomu Abe რადონის ანიმატორიცაა, მაგის ჩვეულებრივი მინიმალისტური like ძალიან მარტივად გაკეთებული ქათიც კი გასაკვირია და ანუ like გამორჩეული ჩანს სტანდარტულ ანიმაციასთან შედარებით, ოკეი? მაგრამ საუკეთესოსთან ახლოსაც კი არაა. მიუხედავად მაგისა, მაინც ეს ორი სერია გავარდა ანიმაციის გამო, ოკეი? რომ like საუკეთესო ანიმაცია აქვს. ხოთოთ რომ დემონსტრირებს ამაზე უკეთესი სერიებიც აქვს. ანუ მარტივად რო ვთქვათ, ფანებს არ ესმით რა არის კარგი ანიმაცია და ტექნიკური თვალსაზრისით რა არის ცუდი და კარგი ანიმაცია, ოკეი? ანუ აჰაიპებენ მარტივად რო ვთქვათ, იმის დამიხოდეთ რომელი უფრო ლამაზი ჩანს. მაგის თქვა ვცდილობ და ეგა like სათავე ამ დემონსტრირების საუკეთესო ანიმაციაა პრობლემა. კიდევ ერთხელ ვამბობ, არ ვცდილობ რომელიმე ანიმატორის ნამუშევარი დავაყენო, ოკეი? ის ორიგინალი ვიდეო მაგით წავშალე, იმიტომ რომ მსგავსი შთაბეჭდილება შეგვიძლია ჩემი ვიდეო და რო like ცუდი ანიმაცია ქრეალურად და რაღაცა. არ ვცდილობ მაგას. მაგრამ ფაქტია. დემონსტრირების ანიმაცია არ არის საუკეთესო ანიმაცია, არ არის იმ დონეზე კარგი ანიმაცია, რადგან ხალხი აქებს და ბევრად უკეთესი და ანიმაცირებული და უფრო like მაღალი ხარისხის შოუებია. გინდა მოფსიკო, გინდა ამ შემთხვევაში ალუსივ სამურაი. და მანამდე სერია ფაქტობრივად 2-3 ქათის გარდა არის like მინიმალისტური, ძალიან მარტივი მოძრაობა და like still frames. მაგალითად ამ მომენტში, როცა ზენიტუ თავის შეტევას გამოიყენებს, მთელი 2 წუთი, 3 წუთი ნახევარი არის still frames და impact lines. ანუ პერსონაჟი დახატული და უკან ფონზე impact line-ები დახატული და მოძრაობის ეფექტია შექმნილი. და ასევე არის ეს სცენა, ოკეი? ეს სცენა, სადაც 2 წუთის განმავლობაში პერსონაჟები არ მოძრაობენ, გაჩერებულია ერთ ადგილას. ავიღოთ სხვა შოუები, რომელსაც არაჩვეულებრივი ანიმაცია აქვს ასევე და იმ შოუების საუკეთესო ანიმაცირებული სცენები ავიღოთ. იქ მსგავს რამეს ვერ ნახავთ. არათუ still frames, მსგავსი like მოძრაო სცენა, კადრი გაჩერებული, ყოველგვარი impact line-ების გარეშეც კი მსგავს რამეს ვერ ნახავთ. გადახედეთ One Piece-ის საუკეთესო ანიმაცირებულ სერიებს, ექედის და ვანოსი. არ არის მსგავსი მომენტი, ოკეი? პირიქით, 20 წუთიდან სერიის 25 წუთიდან 15 წუთი მაინც ანიმაცია და ექშენი იქნება, ან character animation იქნება. მაგალითად ეს საქმე გოროსეის გამოჩენა One Piece-ში, ეგ სერია, ან საქმეა ეს ჰოკის და ზოროს ბრძოლა, ან ზოროს და კინგის ბრძოლა. ხდებით, ყველაზე მაღალ ხარისხიან და ყველაზე მაღალ ბაჯეტურ სერიებში, მაგალითად One Piece-ში, ან სხვა შემთხვევაში ალუსივ სამურაი და მეორე სერია არის ნამდვილად საუკეთესო ანიმაცირებული სერია შოუსი და ასევე ბევრად უკეთესია ვიდრე დემონსტრირების საუკეთესო ანიმაცირებული სერიები. თავისთავად გულისხმობ სერიებს, რომლებიც გათვლილი იყო როგორც სერიები
და არ გულისხმობ როცა Mugen Train-ის ფილმი გამოუშვეს სერიებად. და ორი სიტყვა CGI-ზე რომ თქვა, აი CGI ანიმაციაში კარგად არ ვერკვევი, მარტო საფუძვლები მესმის, მაგრამ მოდი ესე ვიტყვი, ანიმეს სტანდარტებით ufotable-ს რეალურად კარგი CGI აქვს. თუ შევატრით ამერიკულ და ჩინურ სტუდიოებს, მაგალითად NESA ჩინური სტუდიოდან და ამერიკულ სტუდიოებს, რომლებიც წლებია უკვე დახვეწეს 3D ანიმაცია და იგივე ვარიანტში 100%-ით CGI სტუდიო რაც არის სტუდიო Orange იაპონიაში, ამათ რო შევადროთ თავისთავად არ აქვთ ამ დონეზე განვითარებული 3D ანიმაცია, მაგრამ უსამართლობაცაა მაგასთან შედარება და რო ავიღოთ სხვა ანიმეებში, რომელიც 2D ანიმაციასთან ერთად ინტეგრირებული 3D ანიმაცია, ufotable დონეზე არავინ არ აკეთებს. მაგრამ მაგ ასპექტშიც Demon Slayer-ი თლად საუკეთესო ნამუშევარი არაა, მოდი ვთქვათ, Fate-ი მაინც ჯობლის. გალითისთვის მესამე სეზონში რაც იყო გამოყენებული CGI იმ თევზი მონსტრებისთვის და მეოთხე რანგის დემონის ძალებისთვის სამჩნევი იყო CGI, მაგრამ კომპოზიტინგი კარგი იყო და მოდელებიც კარგი იყო CGI-ს. ყოველ შემთხვევაში ჩემი ცოდნით და ჩემი გაკებით. და მე რაც მგონია პრობლემა, უშუალოდ რიგინგი და ანიმაციის მოდელების მოძრაობა იყო და ანიმაცია იყო პრობლემა. მაგაში ფაქტობრივად დარწმუნებული ვარო, გამომდინარეობდა უშუალოდ დროიდან. ავსი 3D მოდელებით რომ რეალისტური მოძრაობა და ანიმაცია გაეკეთებინათ, დიდ დროს დაიღებდა ძალიან. და თავისთავად რეალური 3D ანიმაციის სტუდიოსთვის ეგ პრობლემა არ იქნებოდა, მაგრამ როგორც ვთქვი, ufotable 3D ანიმაციის სტუდიო არ არის. ანუ ნახევრად 2D ანიმაციას იყენებენ, ნახევრად 3D ანიმაციას. რეალურად პირიქით, ანუ მართალია 3-4 წამიანი მონაკვეთებია ხოლმე გაკეთებული, მაგრამ მაინც როცა არის ხოლმე გაკეთებული სცენა ტაჯიროს ან სხვა პერსონაჟის მოძრაობის, მაგალითად თუ შეგემჩნევიათ პირველ სერიაში და მეორე სერიაში, როცა ტაჯირო გარბოდა ფონზე, რეალურად 3D მოდელი იყო გამოყენებული და იმ მესამე სეზონში რო შევადაროთ, სადაც უფრო მეტი 3D მოდელები იყო, როგორც ვთქვი, გარანტირებულად ამ 3D მოდელებზე მესამე სეზონში, ანუ რახან ბევრი იყო და ბევრი სცენა იყო, არ ქონდათ საკმარისი დრო, რომ ნორმალური ანიმაცია გაეკეთებინათ და დრო დაეხარჯათ. და ამ სხვა სცენებში, პირველ სეზონში და მეორე სეზონში, როცა 2-3 წამიანი სცენები იყო, იმ 2-3 წამიან სცენას, ნაკლები დრო ჭირდებოდა თავისთავად და უფრო კარგი ანიმაცია ხო გაკეთებული და უფრო ნაკლებად შესამჩნევი იყო. და მთლიანობაში ახლა CGI-ს, Demon Slayer CGI-ს არც აქებენ ხოლმე, არც იყო ამაზე საუბარი საჭირო, მაგრამ მაინც მინდოდა მე თქვა ორი სიტყვა. რეალურად ის მომენტია ხოლმე, რომ როცა 2D ანიმაციას ან კარგ კომპოზიტინგს ეფექტებს ვერ ამჩნევენ ხოლმე, ათვლიან ხოლმე 2D ანიმაციის და ჩვეულებრივი სტანდარტული ანიმაციის ნაწილად. და მაგის გამოც ეჩვენებათ ხოლმე, რომ Demon Slayer-ს არ აჩვენებენ ანიმაციას და რაღაც განსაკუთრებული. რეალურად Demon Slayer-ის ანიმაცია არის, როგორ თქვა, სტანდარტული. სტუდიოებს თუ აქვს მიდგომა ზოგიერთ შოუზე, რომ ანუ 1-2 სერიაში შეწირავენ, რომ ერთი ან ორი კონკრეტული სხვა სერია არაჩვეულებრივი ანიმაცია ქონდეს და საუკეთესო ანიმატორებს მაგ სერიებზე ამუშავებენ და მეორე ვარიანტი, რომ ყველა სერიაში 1-2 კარგი სცენა ქონდეს, კარგი ქათი, კარგი ანიმაციის სიკვენსი და დანარჩენი 80%, 70% სერიისა იყოს მინიმალისტური ანიმაცია. რეალურად ეგ შემთხვევა One Punch Man-ის პირველი სეზონიც. მაგრამ One Punch Man-ის პირველი სეზონიც მთლიანობაში ტექნიკური თვალსაზრისით გაკეთებული ანიმაციები უკეთესია ვიდრე Demon Slayer. კიდევ ერთხელ ვამბობ, Demon Slayer-ს აქვს არაჩვეულებრივი, ძალიან კარგი, მაღალი ხარისხის ანიმაცია. მაგრამ იმ დონეზე რაც სტანდარტულ ანიმე ფანს ჰქონია. როცა ვინმე ხალხს ანიმაციაზე ჩამოვარდება საუბარი და იტყვის, რომ ამას კარგი ანიმაცია აქვს, ყოველთვის მოისმინო, რომ Demon Slayer-ს უკეთესია. არა, ეგ შემთხვევა. მოკლედ, Demon Slayer-ი არ მძულს, არც ანიმატორები სტუდია არ მძულს, არაჩვეულებრივი ანიმატორები, არაჩვეულებრივი ნამუშევარი, არაჩვეულებრივი ანიმე. უბრალოდ გადაფასებულია. ეგა